მეგობრებო, ესეც საერთო გაშლა უნდა გაიგეთ. ახლა იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პიროვნებაზე, ვისაც გსურთ რომ გაიგოთ რამდენად გულწრფელია თქვენთან ურთიერთობაში. მისი ფიქრები, მისი გრძნობები, რასაც ის რეზონირებს და არ რეზონირებს, რამდენად სწრაფ მოცემს ამის საშუალებას, მაქსიმალურად ვეცდები რომ გააგებინოთ. თუ დაემთხვა უყურეთ ბოლომდე. ყველა ვარიანტში უყურეთ ბოლომდე შეიძლება რაღაც ნაწილი მაინც ამოიღოთ საინტერესო ის რაც თქვენ გაინტერესებთ ამ გაშლიდანაც. ლაიკები ყველა ვარიანტში მადლობელი ვიქნებით თუ არ დაგავიწყებათ ენერგოცვლისთვის. ეს უკვე ჩემმა გამომწერებმა იცით რომ აუცილებელია იმისთვის რომ რეზონირდეს ჩემი გაშლები თქვენზე. ჩემ ვარცხნილობას ნუ შევიმჩნევთ მაინდა-მაინც ყოველთვის არ ვარ ხოლმე ბრანჭის ხასიათზე პრინციპში ესე უფრო სიმართლე მინდა გითხრათ მხიბლავს თქვენთან წარდგენა უფრო შინაურულად და უფრო ესეთია საოჯახო ვითარებაში გაშლილი რაღაცა რჩევა და რაღაცა პატარა მინიშნებები თქვენთვის. ყველა ვარიანტში გამოწერილი თუ არ გაქვთ ჩემი გვერდი, ორივე გვერდები გამოიწერეთ ეს გვერდი TikTok-ი, გამოიწერეთ ეს გვერდი YouTube-ის ლინკიც არის TikTok-ში და ასევე ჩემი ქუჩში, ორივე YouTube-ზეც, TikTok-ზეც, ქუჩშივე არის Telegram-ის ლინკი, სადაც ვაკეთებ პირად გაშლებს და სხვა ქსელებს, მეკითხებით WhatsApp-ს, Viber-ს, Facebook-ს და ასე შემდეგ, სხვა ქსელებში არ მუშაობ მხოლოდ Telegram-ში, ფასებს, დეტალებს და რა პერიოდებში ვახერხებ პირად გაშლებს, ამ ყველაფერს გაგაცნობთ ან აქ მომწერეთ პირადში, ან Telegram-ში. წავედით ახლა გავიგოთ იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და ყველასთვის 100%-ით ყველა სიტყვა არ რეზონირდება, მეგობრებო, არის ესეთებიც კი. და დამიწერეთ აუცილებლად რამდენად რეზონირებადია ჩემი გაშლები, მადლობა ყველას თქვენი ჩადებული საპასუხო ენერგეტიკისთვის. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, ახლა რომ მიხვდეთ რამდენად თქვენი არის კონკრეტულად ეს გაშლა. ტრანსფორმაციის წინაშე ხართ, მერტ ჩემო სიკვდილი აღნიშნავს, ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვის, ეს არის მაღალი არკანი მე-13, რომელიც აღნიშნავს დიდ ტრანსფორმაციას, დიდ მიხვედრას, დიდ შეცვლას ურთიერთობაში, ანუ ისე როგორც იყო, აღარასდროს აღარ იქნება ამ კარტით, ამას გეტყვით. ის წარსული, რაც ხდებოდა ამ ურთიერთობაში დასრულდა, ან მისი წარსული, მისი სხვა ადამიანთან ურთიერთობა დასრულდა, ტრანსფორმაცია განიცადა და ეხლა ახალი ურთიერთობა არის თქვენთან, რომელიც ამჟამად ტრანსფორმაციას ამ მხრივ აღნიშნავს, იქნება ნაწილისთვის იქნება ისე, რომ წარსულში გქონდათ ურთიერთობა, რაღაცა ვერ მოხდა და ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა ურთიერთობამ, მისმა პიროვნებამ, თქვენმა პიროვნებამ. აქედან გამომდინარე, ეხლა სხვა ფორმატში გაქვთ ურთიერთობა, ან ახლებურად იწყებთ რაღაცა, რაც ადრე გქონდათ, ერთად იყავით, გქონდათ ურთიერთობა თუ არ გქონდათ, ყველა ვარიანტში დიდი ტრანსფორმაციის შედეგი არის ეხლა თქვენი ურთიერთობა. აი ორივე ნაწილისთვის იქნება გქონდათ ამ ადამიანთან აქამდე ურთიერთობა, თუ მას ცალკე ოჯახი ყავდა მაგალითად და განქორწინებულია და ესეთი ტრანსფორმაცია მოხდა, რომ ეხლა თქვენთან რაღაცა ახალს იწყებს, ახალ ეტაპს იწყებს, ასე ვთქვათ, სერიოზულ ურთიერთობაში, მაგრამ გაქცევას აჩვენებენ. გაიქცა ეს ადამიანი, პრინცი ჰაერის არის წარმოდგენილი, საერთოდ პრინცი ჰაერის არის ძალიან ეჭვიანი პიროვნება და ხისტი პიროვნება, ჰაერივით, გრიგალივით, სუდაქრის, აქაც კარჩიც კარგად ჩანს, აი ფეხის ანასხლეტებიც კი ჩანს, ისეთი ტიპაჟია გრიგალივით უცებ შეიძლება აღმოჩნდეს შენ პირისპირ რო არ ელოდები საერთოდ სიურპრიზი გაგიკეთოს ან დაგასტუკოს, ასე ვთქვათ, აი რაღაცა სპონტანური ტიპაჟია, ჰაერივით უცებ მოულის თავში, რაღაცა გაახსენდება იეჭვიანო შეიძლება, უცებ შეიძლება რო არ ელოდებით ზურგი გაქციოთ და გაიქცეს. რაღაცნაირი ტიპაჟია ადამიანი, პრინცი ჰაერის წარმომადგენელი, საერთოდ არის ჰაერის ნიშნები მერწყული, ტყუპები ან სასტორის ნიშანი, ან ასცენდენტი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს, თუ მაინდა-მაინც ჰოროსკოპს, ყველასთვის არ იქნება. ასცენდენტი ან თუ არა, რაღაცა ჰაერის
ენერგიებში ყველა ვარიანტში არის ეს ადამიანი. სადღაც გარბის. ეხლა ამჟამად გარბის აქ თავის მოტოციკლეტი უდგას თუ ხედავთ, რომ მოაჯდეს და გაქოშოს, ასე ვთქვათ. სადღაც ეჩქარება, რაღაცა ახალი იდეა, ახალი მოფიქრება აქვს. რაღაცა არ ასვენებს, ასე ვთქვათ, ჰაერივით და თქვენ გეხართ ესე მოლოდინის რეჟიმში, რომ აი როდის მოვა, რო გაიქცა, მობრუნდება, რა ხდება ჩვენ ურთიერთობაში. გინდათ გაიგოთ, თქვენ ეს ცეცხლებიც ტყუილა არ აქვს, ამ ჟეზლებს მინდა გითხრათ, ცეცხლი გიკიდიათ, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში, რომ აი როდის გამოჩნდება მარცხენა ხელი მეკავება, მეგობრებო და რას ნიშნავს? აი აქ რო გეკავება, ვიცი რომ ფული მოდის. აქ რო გეკავება თუ ვინმე იცით, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ გაშლაზე ახლა წამოვიდა ეს ენერგეტიკა და წარბიც მომეკავა. დამიდასტურა რომ რაღაცას ნიშნავს, ვინც იცით, დამიწერეთ, ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს. მოლოდინის რეჟიმში ხართ, მოკლედ მეგობრებო. ცეცხლი გიკიდიათ, როდის გამოჩნდება ეს პიროვნება და საერთოდ რატომ გაიქცა ეს თქვენ გეცოდინებათ ალბათ. რატომ გაიქცა? ბედის ბორბალიო მიჩვენებს მეათე მაღალი არკანი შესაძლებელია გადაადგილებაში სპონტანურად უეცრად ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში მოუწია გაქცევა, ან უბრალოდ ციკლურად ესეთი ტიპაჟია, რომ მოვარდება, მერე უცებ შებრუნება გარბის. რაღაცა ტრანსფორმაციის წინაშეა ყველა ვარიანტში, ძალიან საბედისწერო ურთიერთობა და ტრანსფორმაცია ეხლა თქვენ ურთიერთობაში, ამ ურთიერთობას გულისხმობ. ეს ადამიანი საბედისწეროა თქვენთვის, ამასაც გეტყვით მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი რაღაცნაირად შემოაბრუნა, დატრიალდა ბედმა მომენტი დადგა იმისი, რომ ეხლა თითქოს გაქცეულია, მაგრამ ბედის ბორბალი ციკლურია, მეგობრებო, ეს კარგი ყოველთვის. თუ ჯერ არ ქონიათ ამ ადამიანთან, როგორც თქვი, ტრანსფორმაცია, რომელიც თქვენ ურთიერთობაში მანამდე იყო და ეხლა განახლდა, მაშინ ესეთი ურთიერთობა, ანუ აი ეს ციკლურად მოდი და გაქცევა და ეს ხისტი ენერგეტიკა ხშირად გექნებათ, ამისთვის მზად იყავით, იმიტომ რომ ბედის ბორბალი ესე ციკლურ პერიოდს აჩვენებს ხოლმე როგორც წესი. სამუშაო რეჟიმით დიდი ალბათობით მოუწია გაქცევა, ამასაც გეტყვით თუ ვინმე არ იცით. მოკლედ. თემატიკა გავიხსენე, რაზე იყო გაშლა იმდენი ვისაუბრე, მოკლედ. რამდენად გულწრფელია ეს ადამიანი ეხლა, მოდი. იყავით ურთიერთობაში ამ ადამიანთან თუ არ იყავით, ვინაიდან დრო ცოტა გვაქვს, გავიგოთ, გულწრფელია თუ არა თქვენთან ეს ადამიანი. პრინციპში მთლად გულწრფელი არ არის, ვერ ვიტყვი 5,000-ით გეტყვით, რომ თქვენთან ქონდა ურთიერთობა წარსული თუ სხვასთან ქონდა და გაწყვიტა და რაღაცა, ყველამ თქვენ თავზე მოიგეთ მამაკაცებმაც, მანდილოსნებმაც ეს გაშლა, რაღაცა წარსულ ურთიერთობას დასტირის ყველა ვარიანტში, რაც არ რეზონირებს და არ ხმამაღლა არ გეყვებათ, გულში აი ხინჯად კი არა, რაღაცნაირად მწარე გემო აქვს დარჩენილი ურთიერთობიდან და ყველა ვარიანტში ამ ურთიერთობის სიმწარეს განიცდის, რაზეც თქვენთან როგორც წესი არ აფიშირებს და გაჩვენებთ, რომ ძალიან კმაყოფილია იმითი, რომ ემოციურად თითქოს რაც მას უსწორდება, მოდი ესე ჟარგონისთვის ბოდიში, მაგრამ ეს სიტყვა მომდის ზუსტად, რომ რაც მას უსწორდება ცხოვრებაში, იმას აკეთებს, იმ ემოციებს ღებულობს, რაც მას აღმაფრენას აძლევს, იმ ცეცხლოვან ენერგეტიკას გაჩვენებთ, რაც მას პრინციპში თქვენთან მიმართებაში აქვს, ამას რეზონირებს და ეს ყველაფერი ნამდვილად რომ სწორია, ცოტა ცეცხლოვანი ქალბატონი ხართ, მისთვის ძალიან შარმიანი, მიმზიდველი, მისტიურიც კი, ჟეზლის დედოფალს აქვს მისტიკა, პატარა რიტუალები იქნება, რაღაცა ტარო გაშლები იქნება, მაყურებელია, როგორც მინიმუმ თავად თუ არ არის ჩაფლული ეზოთერიკაში, ასე ვთქვათ, ეს ჰოროსკოპები, ეზოთერიკა, ყოველდღიური გაშლები ძალიან ხიბლავს და აინტერესებს, ეს მისტიური მიმზიდველი ქალი ხართ და ძალიან სიამოვნებს და ემოციურად ტკბება თქვენთან, ამას რეზონირებს და ეს ყველაფერი სინამდვილეა, მაგრამ იმ წარსულის, აი იმ სიმწარეს არ რეზონირებს, რასაც მე გითხარით, თქვენ გქონდათ ურთიერთობა უკვე თუ არა, ამ ყველაფერს მალავს მაინც გულში.
21 მაღალი არკანი სამყარო ამოდის, რომელიც გვიჩვენებს, რომ აი ეს ციკლი რაც დასრულდა, გქონდა თუ არ გქონდათ ურთიერთობა, იმასთან დაკავშირებით აქვს მას. სხვა რამეს თუ გიმალავთ, რაღაცებს გიმალავთ. თლად ყველაფერს აფიშირებულად არ აჩვენებს ნამდვილად,